როგორც დღეს ყველა ამ დღეებში გვიწევს ყველა სტუმართან პირველ რიგში საშუალება მინდა მოგცეთ თქვენ თქვათ თქვენი სათქმელი ამ ძიმე დღეებში. Ურმესი მადლობა სტუდიაში მოწვევის ურმესი მადლობა თქვენ ტელეკომპანიას რომ საუბრობთ და უთმობთ ამ წინვალე პიროვნებას ამ ეთერს. Რამე თქვა სარგებლო შემთხვევით და სულიად საქართველოს მეც მინდა უთხრა სამძიმარი და თქვა რომ ჩვენგანაც ავიდა ესეთი ადამიანი განუმეორებელი სამაგალითო ყველანაირად უწმიდესი და მონეტარესი რომელსაც პირადად ძალიან კარგად ვიცნობდი და მე შემიძლია ვისაუბრო მასზე არა მარტო როგორც ჩვენ არ დავკარგეთ მხოლოდ როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერი მამა სულიერი წინამძღვარი ჩვენ დავკარგეთ არა მარტო საზოგადო მოღვაწე ასევე ის გახლავთ წინვალი დიპლომატიც და საერთოდ წინვალი ხელოვანიც და საერთოდ ძალიან მრავალმხრივად ნიჭიერი და ძალიან მრავალმხრივად დიდი ადამიანი. კი ბატონო, თქვენი შეხვედრა მინდა გაიხსენოთ. თქვენ სხვათა შორის, ვიდრე ჩვენს ეთერში შემობრძანდებოდით, გარეთ გაიხსენეთ ჩემთან საუბრისას, რომ თქვენ გაიზარდეთ ისეთ უბანში, რომელიც შეიძლება ითქვას არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის მულტიკულტურალიზმის, მულტიეთნიკურობის, სხვადასხვა აღფსარებლობის სიონთან ტერიტორია, სადაც რამდენიმე ეს თქვათ სხვადასხვა აღფსარებლობის ჯგუფის რამდენიმე მთავარი სალოცავია, ხო? და ესეც ის რაც დღეს ხდება სამების ტაძართან და ის რაც დღეს ხდება ამ დღეებში რომ ფაქტობრივად ყველა აღფსარებლობის თუ ეთნიკური ჯგუფის საქართველოს ყველა მოქალაქეა გაერთიანებული რომ მივიდეს და პატრიარქს მიაგოს პატივი. მე მინდა გაიხსენოთ ის წლები, როდესაც სიონში მოვიდა საქართველოს ახალგაზრდა პატრიარქი. სიამოვნებით, მე დავიბადე და გავიზარდე მეიდანში, სოელთმუდისში და წარმოიდგინეთ რომ 100 მეტრის რადიუსში იყო სიონის ეკლესია, სინაგოგა, მეჩეთი და მაშინ სხვანაირი ბავშვობა გქონდა ჩვენ ყველას გამომდინარე ტექნოლოგიების არაქონისა და დაკეტილი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი შესაბამისად ბავშვები ვატარებდით სულ ქუჩაში ქუჩაში ბავშვებია და ხედავდა შემოქეს რომ მთელი ჩემი ბავშვობა თითქმის გავატარე სიონის ეკლესიის ეზოში და მე მინდა ვთქვა როცა წამოვიზარდეთ აი შემდეგ შევამჩნიე მე უკვე რომ რამდენად საერთოდ აკრძალული იყო საერთოდ რელიგიასთან დაკავშირებული გულისხმობა რამდენად სარისკო იყო თუნდაც ჯვრისტარება და საერთოდ აღალაპარაკობ იმ რიტუალებზე და საერთოდ რომ აღენიშნა ადამიანს ესა თუ ის დღესასწაული ამიტომ მე ამას ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი მე ამიტომ მინდა უწმინდესზე ვთქვა და გამოხატო უღრმესი და ძალიან დიდი მადლიერება იმის გამო რომ სწორედ უწმინდესი და უნეტარესის დამსახურებაა რომ მრევლი მოbrunდა ეკლესიისკენ რომ ადამიანებმა ისევ ირწმუნეს რომ მოbrunდა ღმერთისკენ ადამიანები შემდეგ ამდენი ეკლესიები აშენდა ეკლესია ნაგებობები და მინდა გითხრათ რომ საერთოდ უწმინდესმა თავისთავად იტვირთა ასეთი ძალიან მძიმე ტვირთი ასე თქვა და მან ძალიან ისეთი გზა გაკვალა რომ საერთოდ შეიცვალა საერთოდ ადამიანის დამოკიდებულება ის ქადაგებდა სულ ურთიერთპატივისცემას ადამიანების შორის აღავლაპარაკობ იმას რომ ჩვენ მრავალ კონფესიის ქვეყანაში სადაც სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან მე არაერთ გზის მე ძალიან ხშირად ვსტუმრობდი უწმინდეს და შემიძლია ვიყავი ამის მონსტრე როდესაც როგორ მსჯელობდა საერთოდ უწმინდეს და როგორ ესაუბრებოდა სტუმრებს აი გულისხმობს სხვა რამდენად მისი დიპლომატია იყო უმაღლეს დონეზე, სადაც იგი ძალიან სწორად არეგულირებდა ყველაფერს, რომ ყოფილიყო ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემა რაც თავარია და მშვიდობა და საერთოდ ქვეყანაში რომ ყოფილიყო ერთმანეთში არ ყოფილიყო შუღლი არანაირი და უწმინდესი ძალიან დიდი დამსახურებაა ეს ყველაფერი. სხვათა შორის ხშირად უსამენ ხას იმას, რომ მისი პატრიარქობის პერიოდი იყო 2 საუკუნის მიჯნაზე, თანაბრად განაწილებული, ასე ვთქვათ, ნაწილი ნახევარი მე-20 საუკუნის ბოლოს, შემდეგ მე-20 საუკუნის დასაწყისში და იყო საკმაოდ რთული დრო, თუმცა მხოლოდ ალბათ ეს ეპოქა, ანუ ეს პერიოდი არ არის იმის გამსაზღვრელი, რომ მილია მეორის პატრიარქობას
ოპერას უწოდებენ მის ეპოქას. ალბათ ამაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა პიროვნულმა თვისებებმაც, ხო? თქვენ რადგან ახსენეთ, რომ ჰქონდათ მასთან ხშირი ურთიერთობა, თქვენ რას გამოყოფდით მისი ხასიათის ამ თვისებებით? პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მისი თავდაბლობა, მისი ყურადღება, საერთოდ მისი გულიანი ცხოვრება, ის კეთილგანწყობა საერთოდ, რომელიც მას ჰქონდა ყველა მოქალაქის და ყველა ადამიანის მიმართ. და უნდა გითხრათ ის, რომ ერთი რაღაც მინდა გავიხსენო ასეთი რამ, მას ძალიან უყვარდა ჩემი შემოქმედება. ისიც ძალიან ვამაყობ მე სხვათა შორის და ხშირად სტუმრობდი მე როგორც ახლობელიც, როგორც სტუმარის და როგორც არტისტიც. და უნდა გითხრათ ეს ამბავი, რომ მე ვასრულებდი და მას უყვარდა ძალიან, როდესაც მე ვასრულებდი ბახის არიას, მაგალითად შუბერტის ავე მარიას, მაგალითად დაისის უვერტურას და კიდევ სხვა ნაზარმოებებს, რომელიც მას ძალიან მოწონდა. და ერთვენიერ დღეს მითხრა, რომ როგორც არ უნდა ყური მომჭრა ამ გამოთქმამ, აი მისი თავდაბლობა და ადამიანის მინდა გავუსვა ხაზი, თხოვნა მაქვსო შენთანო თემურო. წარმოგიდგენიათ უწმინდესი ამას გეუბნებათ და მე ვუთხარი კი ძალიან მომერიდა და მე ვუთხარი გისმენთ თქვენი უწმინდესობა. და მითხრა, რომ ავე მარიას შეასრულებდიო? და მე უპასუხე, რომ ავე მარია არაერთხელ მქონდა შესრულებული მისთვის, როდესაც სოფლიო პატრიარქი ჩამოდიოდა და ძალიან ესეთი დონის კონცერტებზე, არა მარტო საპატრიარქოში, არამედ საერთოდ ოპერაში თუ აღსანიშნავი ყოფილიყო. არა, ეგ კი მაგას ყველას ვასმენებოდა ძალიან უყვარს. ჩემს მიერ შექმნილი ავე მარიაო. ეს გელაპარაკებით დაახლოებით 25 წელს ამას. კარგი დიდი ხნის წინ. მე წარმომიდგენია ეს როგორი გამოვა გიტარის ენითო. რა თქმა უნდა, ხა მე იცოდა უწმინდესობა, რომ მე არაერთი ნაწარმოები არა გიტარული მაქვს აღჟღერებული გიტარაზე, რომელიც გიტარის არ დაწერილ და ძალიან რთული განსახორციელებელია, იმიტომ რომ გიტარის ენით ააჟღერო, ისაც გიტარის არაა დაწერილი, ეს ძალიან საპასუხისმგებლო თემაა. რა თქმა უნდა, მე შევუდექი, რა თქმა უნდა, მყისიერად, მისი ლოსაკურთხევით და მისი სურვილით, რა თქმა უნდა. და მე დავამუშავე და იმის შემდეგ, რა თქმა უნდა, კონცერტსაც დაესწრო უწმინდესი როგორც დიდ საკონცერტო დარბაზში, ასევე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, არაცებდა ჩემ კონცერტებს სხვა შორის. და მე როგორც ვიცი, ბოლოს უკვე აღარ ვაწუხებდი მე. სწორედ ბოლომდე უსმენდა ამ ჩემს ვერსიას, რომელიც ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, მე არ მინდა ხა ვინმე გამომჩეს, ამიტომ ვოკალური ვერსიები არსებობს უწმინდეს ავე მარიას, მაგრამ ჩემი იყო განსხვავებული საგიტარო ენის. ხო და ძალიან მოწონდა ეს ვერსია და საერთოდ ჩემი შემოქმედების მიმართ. ხო და ეს ამას რო ვიხსენებ, იმდენად ვღელავ და იმდენად ბედნიერი ვარ იმით, რომ უწმინდესმა ესე იგი გარდა იმისა, რომ მე სულ სხვა, ასე ვთქვათ, ჩემი საგიტარო ხელოვნება, ასე ვთქვათ, ნუ სხვა ჟანრია, ასე ვთქვათ, ჟანრობრივა და ნუ ისეთ ხალხის მიურყოფილ არ აღიარებული, მაგრამ უსა შენს უწმინდეს შენს ქვეყანაში ასე უყურს შენი შემოქმედება, ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრს გავალებს და ძალიან დიდი ბედნიერება, დიდი ფუფუნება და ამიტომ მე სულ ვასრულებ ყველა კონცერტზე ჩემ ალბომში შევიდა სხვათა შორის. ძალიან ბევრს საუბრობენ მის დამოკიდებულებაზე ხელოვნებასთან, თავადაც ხელოვანი იყო პატრიარქი და ხო, ფაქტობრივად ალბათ დღეს საეკლესიო საგალობლები განუყოფელია ალბათ პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლების გარეშე. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თქვენ თავადაც ხელოვანი ბრძანდებით, აი რა ამ კუთხით როგორ დარჩება საქართველოს კულტურას და ხელოვნებას და საეკლესიო ხელოვნებას პატრიარქი ილია მეორე. მადლობთ. იცით რა შეასაქმე? მე თავიდან გითხარით, რომ უწმინდესი არ იყო მხოლოდ მეთქი ჩვენი ქვეყნის სულიერი წინამძღვარი და სულიერი мама. ის როგორც საზოგადო მოღვაწე და პლუს როგორც ხელოვანის გავუსვი და როგორც დიპლომატიც. აი ხელოვნებასთან დაკავშირებით მე არაერთ გზის მოუწვევი ვარ უწმინდეს. როდესაც ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ უწმინდეს დონეტარეს, როდესაც უჩვენებია ჩემთვის სამუშაო პროცესი ამა თუ იმ ნაწარმოების. ან როგორც ხატწერი მაგალითად როგორც წერდა ხატებს ხო ამდენი ხატი დაწერა მან წინვალებს რომელიც ამშვენებს რა თქმა უნდა საპატრიარქოს და არა მარტო საპატრიარქოს ამიტომ მე ვთვლი რომ უწმინდესის მიერ შეტანილი წვლილი როგორც საგალობების როგორც ხატწერის ხო და საერთოდ ხელოვნებისადმი დამოკიდებული არის ჩვენ მაგალითად საათობით ვისხედით საპატრიარქოში და იქ საკმაოდ კარგი გახმოვანებით კარგი აპარატურა კარგად იყო აღჭურვილი საპატრიარქო და იქ სხვადასხვა კომპოზიტორების, დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, როგორც ბახის, ბეთჰოვენის, შუბერტის და ასე შემდეგ ნაწარმოებებს ვისმენდით. და კიდევ ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი, რომ მას ასევე ძალიან უყვარდა ასევე თანამედროვე მუსიკაც. დიახ. როგორც უნდა გაგიკვირდეთ თქვენ, მას შეეძლო მძიმე როკიც
მოგესმინა ჩვენ აი ხო გეუბნები ჟანრობრივად არ ვიყავით შეზღუდული და იმდენად მეკითხებოდა სხვადასხვა ჟანრებზე და მეც რა თქმა უნდა ბევრი ჩანაწერიც მქონდა რასაც ვისმენდით ერთად მაგალითად და ამიტომ უწმინდესის დამსახურება, უწმინდესის ხელის შეწყობა მაგალითად იმისა რომ როგორ უწყობდა ხელს და როგორ საერთოდ სცემდა დიდ პატივს ხელოვან ადამიანებს ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა ამიტომ ფასდაუდებელია მისი წვლილი რა თქმა უნდა არა მარტო როგორც უწმინდესის და უნეტარესის ხო ჩვენ კვლავ ადევნებთ თვალს რა ხდება სამების ტაძარში სადაც მიმდინარეობს პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უამრავი ადამიანია შეკრებილი ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც მოვგარით თვალი კადრში, თბილისის მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მოქალაქეები, უამრავი ადამიანი, ვინც სამების ტაძრისკენ მიმავალ გზაზე საათობით დგას რიგში. ძალიან ამაღელვებელია ეს სანახაობა, რასაც ვუყურებთ ეს დღეები, მთელი ღამის განმავლობაში, რომ ხალხი უძრავად იდგა ტაძრის მისასვლელ კარამდე ამაღელვებელიც არის გულის ამაჩუყებელიც და თქვათ იმედის მომცემიც რაზეც საუბრობდა ჩვენი წინა სტუმარი მამა თეოდორე გიგნაძე იმიტომ რომ ახლაც არ არის იული პერიოდი საქართველოსთვის ძალიან ისეთი განხეთქილება გახლეჩილობა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და მამა თეოდორე საუბრობდა იმაზე რომ ეს უნდა გამოვიყენოთ ეს ერთიანობა და ვისწავლოთ პატრიარქის ქადაგებები, რომელსაც ის ქადაგებდა, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ. დაივიწყეთ ურთიერთწყენა და გააძლიერეთ ლოცვა. აი, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ეს დღეები, აი, გარდამტეხი ხალხისთვის, რომ ეს ყველაფერი დაივიწყონ ადამიანებმა და ყოველ შემთხვევაში ერთმანეთს მაინც დაელაპარაკონ. კარგი იქნება, რომ ეს მარტო ამ დღეებში არ იყოს ასე მე ვისურვებდი ძალიან, რომ ეს გაგრძელდეს ასე ერთობა, გაერთიანება. მე მინდა თქვა, გავიხსენო, რომ როდესაც აიგო ტაძარი სამების ორი დღით ადრე უწოდეს და უნეტარესმა პირადად დამათვალიერებინა ორი დღით ადრე ტაძარი, მე რატო სადაც დაბრძანებულია ახლა ჩვენი უწოდესი და უნეტარესი. მე იცით რა მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასთან დაკავშირებით და ურთიერთობასთან დაკავშირებით, რატომ იცი? აბა დაუკვირდით. ნებისმიერი დელეგაცია, რომელიც ჩამოდიოდა განრჩევად, ასე ვთქვათ, ეს ნებისმიერი ეს იქნებოდა პოლიტიკოსები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, ყველას პროგრამაში ჰქონდა პირველ რიგში რომ პატრიარქს შეხვედროდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი ავტორიტეტი სარგებლობდა ისეთ სახელით, რომ ყველას აინტერესებდა მასთან შეხვედრა და მე არაერთგზის ვარ მოწმე ამ ყველაფრის, როდესაც ვხედავდი თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა და როგორ უნდათ, როგორი სურვილი ჰქონდათ შეხვედრის უწმინდესთან. ამიტომ როგორც დიპლომატი მის სიტყვას ძალიან დიდი ძალა ჰქონდა და ძალიან წონადი იყო ყოველი მისი სიტყვა. ამიტომ ფასდაუდებელია კიდევ ერთხელ რაც მან გააკეთა. მე როგორც კაცში ვხედავ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენ სულის მოსახსენებელ პანაშვიდს, მე მგონი შეგვიძლია ხმაც მოვისმინოთ. კადრებს დავტოვებთ ცოტა ხანს ეთერში. სხვათა შორის ამ თვისებაზე, რაზეც ახლა თქვენც აღნიშნეთ, მამა თეოდორეც საუბრობდა, რომ ხო, ყოფილაო შემთხვევაა, როცა დელეგაციები შესულანო, იყო რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი გასარჩევი და წამოსულან ბედნიერები მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ასიკეთო და მათთვის ასურველი გადაწყვეტილებით არ დასრულებულა ეს შეხვედრა და ეს იყო პატრიარქის დიპლომატიური უნარის და ნიჭის დიდი დამსახურება. ძალიან მოზომილი და საერთოდ აი დიპლომატია აი ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ იგი იყო დამბალანსებელი ძალიან ბევრი საკითხის სხვათა შორის მისი მეშვეობით ისე აგვარებდა საკითხებს და იმხელა ავტორიტეტი იმხელა სახელი ჰქონდა და იმხელა ძალა ჰქონდა მის სიტყვას რომ ბევრი რაღაცა გადაწყდა ისე როგორც უნდა სწორად ყოფილიყო და მისი თუნდაც ის ქადაგება რომ ადამიანებს შორის იყოს ურთიერთპატივისცემა და იყოს შედება და თამასა იმდენად მაღლა ახლა რა იმის შემდეგ უფლება არავის არ აქვს რომ სხვანაირად და სხვა გზაზე წავიდეს ეს ყველაფერი იმდენად ყველაფერი გაკაფა ეს გზა რომ ყველა ვალდებულია რომ დიდი მადლობა.